შეიძლება თავბრუ დაგეხვათ ნავთობის სტრატეგიაში ომთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. დაიცადე უკრაინის თუ ირანის ომიაო, იკითხავენ. რაზეც კი პასუხებ, დიახ. მაგრამ დღეს ძირითადად უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ვიქნებით კონცენტრირებულები. ამ კვირაში უკრაინამ შორეულ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური შეტევები განახორციელა. აფეთქებებმა რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობების ორმობების 40% გააუქმა და იმ სარგებელს გაანულებს, რომელსაც რუსეთი ირანის ომის გამო ნედლი ნავთობის მიწოდების შეზღუდვიდან ელოდა. ეს მომენტი კონფლიქტში მნიშვნელოვანია და დეტალურ განხილვას იმსახურებს. მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ წარსულს, რადგან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რამდენჯერ შეცვალა უკრაინამ ნავთობის ინფრასტრუქტურის ზუსტი სტრატეგია და რატომ მიიღო ეს ცვლილებები. ალბათ ამ არხზე ეს ტაიმლაპსი არაერთხელ გინახავთ. ის ასახავს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის კამპანიებს გასული წლის შუა პერიოდიდან. თუ თვალის დახამხამებას შეიკავებთ, დაინახავთ, რომ უმეტესობა სამიზნეებისა ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებია. ბოდიში რომ ტრეკერი 2025-ის ბოლოს ჩერდება, მაგრამ მადურომ და აიათოლამ ყურადღება გადამატანინეს. საკმარისია ითქვას, საერთო კამპანია გაგრძელდა და განვითარდა. კამპანიის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყო სწორი სამიზნე. ისინი ნავთობის ღირებულების ჭაჭვის სათავეში არიან. ნედლი ნავთობი იაფია ვიდრე ბენზინი. ასე რომ, გადამუშავებული პროდუქტის განადგურების შემთხვევაში შრომა და კაპიტალი ამ ეტაპამდე ფუჭად დაიხარჯება. არ იყო ცუდი ისიც, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები შედარებით ადვილი სამიზნეებია. წარმოიდგინე უზარმაზარი ღია რეზერვუარები, სავსე აალებადი სითხეებით, რომლებიც ცეცხლს ელოდებიან. უკრაინა სწორედ ესეთ შესაძლებლობას ეძებდა თავისი შორ-მანძილზე მოქმედი დრონების პროგრამის ადრეულ ეტაპებზე. არ იყო საჭირო დიდი საბრძოლო ქობინის დრონზე დამაგრების გზის გარკვევა. საკმარისია მცირე აფეთქება, დანარჩენს რუსეთისივე მარაგები გააკეთებს. სტრატეგია შეიცვალა მას შემდეგ, რაც CIA-მ აღმოაჩინა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაწილი, რომლის შეკეთებაც რუსეთს გაუჭირდებოდა. უკრაინას შეეძლო მისთვის დაერტყა საწვავის ავზების ნაცვლად, რათა თითოეული დარტყმის ეფექტი გაეზარდა. ამ დროს აშშ დრონების სამიზნეებზე მისასვლელი მარშრუტის დაგეგმა შეეხმარებოდა. აშშ-ის დაზვერვას უკეთ შეეძლო დაენახა, როგორ აწყობდა რუსეთი თავდაცვას იმ ღამეს და უკრაინას შეეძლო ესწავლა, როგორ აეცილებინა ისინი. თეთრი სახლი დათანხდა, რადგან ეს მიწოდებას გლობალურ ბაზარზე ამოიღებდა. შეერთებული შტატებისთვის, როგორც წმინდა ექსპორტიორს, ეს ეკონომიკურად თითქმის ნეიტრალური იქნებოდა. ბენზინის ფასები შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ეს განსხვავება მომხმარებლებისთვის აუცილებლად შესამჩნევი არ იქნებოდა. დაიმახსოვრე ეს აზრი მოგვიანებისთვის. ბენზინის ფასები ახლა მთავარი თემაა სიახლეებში. ამერიკელებს შესაძლოა უფრო მეტი დაუჯდეთ, ვიდრე საგადასახადო დაბრუნება, ხოლო საფოსტო სამსახურმაც საწვავის დამატებით დიდი გადასახადი დააწესა ამანათებზე. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რას აკეთებს ირანის ომი საერთაშორისო ბაზრებზე. ამ ვიდეო სპონსორ Ground News-ის დახმარებით შეგვიძლია გამოვკვეთოთ რაღაც, რაც გამოგრჩებოდა. მათი Blind Spot-ის არხზე აღმოაჩინე ეს ამბავი, რომ შეერთებულმა შტატებმა ბელარუსზე სანქციები შეამსუბუქა სასუქის დეფიციტის ეფექტების შესამცირებლად, რაც ჰორმუზის ბლოკადის ნაკლებად განხილული ასპექტია. მარჯვენა ფლანგზე ამ ამბავს ნაკლები ყურადღება მიაქცეს. ასევე შემიძლია უფრო ფართო პერსპექტივა მივიღო, თუ საერთაშორისო არხზე ან ჩემს მდებარეობაზე მორგებულ რამეზე გადავრთავ. To with ground.news/lines on maps on დასკანერებთ QR codes მიიღებთ 40%-იან ფასდაკლებას Vantage გეგმის. მადლობა Ground News თვითონ ვიდეოს დაფინანსებისთვის. ეს მიგვიყვანს უკრაინის სტრატეგიის მეორე ფაზამდე. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერებისას კრემლს გეგმა ესაჭიროებოდა, თუ როგორ მოექცეოდა ზედმეტ ნედლ ნავთობს, რომელსაც საბადოები აწარმოებდა. ამოსავალი იყო ნედლი ნავთობის საზღვარგარეთ გატანა. ზედმეტი ნავთობის ექსპორტი უფრო მარტივი სათქმელია, ვიდრე გასაკეთებელი. გლობალური ტანკერების ბაზარი 20-22 წლის შემდეგ არსებულ სისტემას არ იყო მორგებული. რუსეთი ადრე ევროპაში აწვდიდა, რაც ტანკერების მოკლე მოგზაურობას ნიშნავდა. ეხლა ეს ტანკერები ინდოეთს ან ჩინეთს მიემართებიან. და თუ რუკას შევხედავთ კი, ეს ქვეყნები ნამდვილად უფრო შორს არიან. შემდეგ ისინი კიდევ უფრო შორს იყვნენ, განსაკუთრებით იმ ტანკერებისთვის, ვინც ბაბ-ალ-მანდაბის სრუტეში ჰუსიტებს აშახდებოდა და აფრიკის გარშემო გაცურავდა.
და რომ საქმე კიდევ უფრო გართულდეს, ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი ზოგიერთი მიწოდება, რომელიც ადრე ჩინეთში მიდიოდა, ახლა ევროპისკენ უნდა წასულიყო. ჰუსიტების ამბების შემდეგ ეს კიდევ უფრო გაუარესდა. ამ მიწოდების უწყვეტად გაგრძელებისთვის საჭირო იყო მეტი ტანკერის გამოჩენა იმავე გადაზიდვის ტემპით, როგორც ადრე. მაგრამ ეს ჯადოსნური ხრიკი არ არის, რაც მსოფლიოს ხელთ აქვს. შეგიძლია დაარწმუნო რომელიმე ტანკერის მფლობელი, რომ რემონტი კიდევ მხოლოდ ერთი რეისით გადადოს, მაგრამ ეს მიწოდების პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამიტომ თუ უკრაინა გააუნებელყოფს ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერს, არა მხოლოდ ამ ტანკერზე არსებული ნავთობი დარჩება უმოქმედოდ, არამედ პორტში მის მოლოდინში დაგროვილი მთელი ნავთობიც რეისიდან რეისამდე. სხვა ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი მის ადგილს არ დაიკავებდა. კიდევ უკეთესია, თუ არ გსურთ თქვენი კოალიციის პარტნიორები გააბრაზოთ ნავთობის დაღვრებით ყოველ ორ კვირაში ერთხელ, შეგიძლიათ გაანადგუროთ ცარიელი ტანკერები. ნავთობი ასე თუ ისე პორტში რჩება. ერთადერთი სირთულე იყო მოძრავ სამიზნეებზე მოხვედრა, რომლებიც ბუნებრივად კარგად არიან დაცულები და ხშირად შორ მანძილზე იმყოფებიან. სასარგებლო იქნებოდა მაგალითად ევროპას რომ დაეწესებინა სანქციები და უსაფრთხოების რეგულაციები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე. ბოლო გამოცდილებით ვიცით, რომ რუსეთს მსგავსი ზომებისთვის არაფერი მნიშვნელოვანი უქნია. ამიტომ უკრაინა ლოგიკურად სპეციალიზდება ესკალაციურ ქმედებებში, როგორიცაა რუსეთის დაბომბვა, ხოლო ევროპა საერთაშორისო სამართლის აღსრულებაში. ამ მეორე ფაზას უკრაინისთვის ზომიერ წარმატებად ვაფასებდი, თუმცა იმავე პერიოდში მიმდინარე ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების კამპანიის მსგავსი შედეგები არ მოუტანია. ეს 2025 წლის ბოლოსკენ მიგვიყვანს, როცა ამერიკული ავანტიურიზმი უსაფრთხოების გარემოს ცვლიდა. აშეთაშომ ფაქტობრივად ბლოკადა, უпроსტორად каранტინი დააწესა. quarantine. ვენესუელაზე. ქვეყანიდან ნავთობი აღარ გავა. მიწოდების შოკმა ტანკერების ხელმისაწვდომობა გაზარდა. უმეტეს კაპიტანს არ უნდოდა ვენესუელის სანაპიროსთან მისვლა, რადგან აშშშ-ն კაცრად ასრულებდა ამ პოლიტიკას. ზოგი მექსიკური საჭმის მოყვარული დაბნეული იყო, მაგრამ ასე მოხდა. ტანკერების მიზანშეამოღება შემდეგ პერიოდში კვლავ ღირებული იყო, მაგრამ ნაკლებად. შეზღუდვა აღარ არსებობდა. ტანკერი შეიძლება ღირებული იყოს და სხვა კაპიტნებსაც სიგაპიტნებისთვისაც სიგნალი, მაგრამ ეს კრემლს ხელს ვერ შეუშლიდა, რომ მის ნაცვლად სხვა ტანკერი ეპოვა. კარიბის каранტინი მხოლოდ გახურება იყო. თუ გადავახვეთ ახალ წელს და გამოვტოვებთ სპეციალურ მადუროს ოპერაციას, შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო ომი დაიწყო თებერვლის 22-22 რიცხვში. მალე ამის შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დახურა. ყველა გაზის ფასების ზრდაზე საუბრობს სრუტის დახურვის გამო, თუმცა ლოგისტიკის მხარეს უფრო ფაქიზი პროცესიც მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე კვირაა ზოგი ტანკერი ყურეშია გაჭედილი, უფრო მეტი კი შესვლას ვერ ბედავს და სხვა საქმეს ეძებს. მაგალითად, რუსეთიდან ნავთობი აიღონ. გონივრულია, რომ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები მწყობრიდან გამოვიყვანოთ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. ევროპულ ქვეყნებს კვლავ გონივრულია, ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე საკუთარი რეგულაციები გამოიყენონ. თუ კიევში სტრატეგიული დაგეგმვის სპეციალისტი ხარ, აღარღეც მხოლოდ ტანკერებზე, როგორც სამიზნეებზე ყურადღების გამახვილება. ეს გადაგვიყვანს გასული კვირის მოვლენებზე. უკრაინამ ისევ შეცვალა ყურადღების ფოკუსი. ეხლა სამიზნე რუსეთის ნავთობის საექსპორტო ტერმინალებზეა. სიზუსტისთვის ეს სრულიად ახალი არ არის. საექსპორტო ტერმინალები მოკლედ გამოჩნდა ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენებ ქრონოლოგიაზე. ბალტიის ზღვის პორტებზე დარტყმა რთულია მანძილების გამო. და რადგან საექსპორტო ტერმინალების აფეთქება უფრო რთულია, შეიძლება მოგინდეთ, რომ დრონებზე, რომლებიც იქ გაგზავნით, უფრო დიდი ასაფეთქებელი ნივთიერება დააყენოთ. ეს ცუდი კომბინაცია, რადგან დიეგო გარსიას ინციდენტი გვახსოვს. რაკეტის შორს გასაგზავნად საბრძოლო ნაწილი უნდა შეამციროთ. სასარგებლო დატვირთვების მათემატიკას რომ თავი დავანებოთ, დაფიქრდით, რატომ მივედით ამ ევოლუციამდე. ეხლა ნავთობის სიჭარბეა და ეხლა ტანკერების სიჭარბეც გვაქვს. რისიც სიჭარბე არ არის და რისი გაზრდა წადვილი არ არის, ეს რუსეთის საექსპორტო ტერმინალების რაოდენობაა. თუ მათ გაანადგურებ, მაინც მთლიან ეკოსისტემას გაანადგურებ. ნებართვით, ომის ბურუსზე სტანდარტული დათქმით დავიწყებ. ამ ამბის დეტალები წყაროების მიხედვით განსხვავდება, თუმცა დაახლოებით ასე მოხდა.
22 მარტს უკრაინამ დიდი დრონების ტალღა გაუშვა პრიმორსკის ნავთობის ტერმინალისკენ, ბალტიის ზღვის გასწვრივ. დათმები ტერმინალის ნაუმის ადგომებზე იყო მიმართული და ცეცხლი გაუჩნდა ორ დატვირთვისას მყოფ ტანკერს. Primorsky-ის ჩვეულებრივი ექსპორტი, რომელიც დღეში 1 მილიონ ბარელს შეადგენს, ახლა უბრალოდ ხმელეთზე გროვდება. და ეს მხოლოდ გახურება იყო. 25 მარტს უკრაინამ წლის ამ დრომდე ყველაზე დიდი დრონების ტალღა გაუშვა უსტლუგას ტერმინალზე და შესაძლოა ორმაგი დარტყმა მიაყენა პრიმორსკსაც. შედეგად ოპერაციები კიდევ ერთხელ შეჩერდა. ალბათ იმიტომ, რომ უსტლუგას სარკინიგზო კავშირი გაწყვეტილი იყო. შესაძლოა ნავსადგურში ტანკერებიც იცოდეს. როგორც არ უნდა იყოს, კიდევ 700,000 ბარელი დღეში ამოიღეს ბრუნვიდან. იმისათვის, რომ არეულობა გაგრძელებულიყო, უკრაინამ 27 მარტს ისევ დაარტყა უსტლუგას. ნისლის მიუხედავად, რაშიც შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, არის ის, რომ იქ ხანძრები გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ასე თუ ისე ნავთობის გადაზიდვები ამ ტექსტის დაწერის მომენტში არ ხდება. აქ ბევრი ფულია სასწორზე, ამიტომ რუსეთი ექსპორტს შესაძლებლობისთანავე განაახლებს. ეხლა სწრაფად დავთვალოთ. Primorsky და უსტლუგა ერთად რუსეთის ნავთობის ექსპორტის 40%-ს წარმოადგენს, ანუ რუსეთს ექსპორტის მხოლოდ 60% რჩება. თუ დასავლეთ ტეხასის ინტერმედიატს ეტალონად ავირებთ, მისი 60% იქნება $46 და 84 ცენტი. ირანის ომამდე დასავლეთ ტეხასის ინტერმედიატი ღირს იყო $67 და 2 ცენტი. ამ თავდასხმებმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ეფექტს იმაზე მეტად გადასწონა. ეს ზუსტი რიცხვი არაა. რუსული ნავთობის ფასდადება West Texas-ის ინტერმედიატის პრინციპით არ ხდება. რუსული ნავთობის ფასი ძირითადად გლობალურ ბაზარზეა დამოკიდებული, თუმცა West Texas-ის ინტერმედიატის ფასების ცვლილებებს უფრო ნათლად ვაკვირდებით. პროცენტული შედარება სამართლიანია და სასარგებლოა უკრაინისთვის. სხვა მხრიდან რო ავხსნათ, ეს უკრაინისთვის მაინც არ უმჯობესდება. უკრაინისთვის კიდევ უკეთესი იქნებოდა ირანის ომი რომ არ მიმდინარეობდეს. ნავთობი ჯერ კიდევ $67 იყიდებოდა ბარელზე და უკრაინას გაეთიშა რუსეთის ბალტიის ტერმინალები. თუ ფართოდ შევხედავთ, ტერმინალებზე თავდასხმები ორ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს. პირველ რიგში ჩნდება კითხვა, დაეხმარა თუ არა შეერთებული შტატები ამ ოპერაციაში სადაზვერო მონაცემებით. Trump's ადმინისტრაცია აღარ არის დაინტერესებული ქმედებებით, რაც ბენზინის ფასებს გაზრდის. ჩვენ ვიხილეთ მეორეული სანქციებიდან გამონაკლისები ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ და ირანულ ნავთობს იღებენ. ამით დახმარება თეთრი სახლის პოლიტიკის შეუსაბამობას აჩვენებდა. ან ასეა, ან ვიღაცამ CIA-დან ან სხვაგან უკრაინას ეს ინფორმაცია მაინც გადასცა, რადგან პირდაპირ არ თქვეს, რომ არ გადაეცათ. არ არსებობს უკრაინისთვის დაზვერვის გადაცემის აკრძალვა. ცნობებია, რომ სადაზვერვო თანამეგობრობა უკრაინის დახმარებით თეთრ სახლზე მეტადაა დაინტერესებული. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის. ან დაზვერვა მიეწოდება, ან უკრაინა თვითონ ახორციელებს დარტყმებს. სხვა საკითხია, რამდენად მდგრადია ოპერაცია. რუსეთი ალბათ სამუდამოდ არ დარჩება სიმძლავრის 40%-ით შემცირებულ დონეზე. არ გამიკვირდება, თუ ჩანაწერის მოსმენისას ნაწილი უკვე აღდგენილი იქნება. რაც შეეხება რუსეთის მიერ ჩატარებული შეკეთებების ჩაშლას, თუ ნავთობის ტერმინალები უკრაინისთვის ახალი მთავარი სამიზნეა, სავარაუდოა, რომ რუსეთი თავის დაცვას შესაბამისად გადაანაწილებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ბელარუსში მეტი საჰაერო თავდაცვის განთავსებას, რადგან უკრაინის ორი ფრენის მარშრუტიდან ერთ-ერთი დიდ დროს ატარებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში. უკრაინის დრონებმა თავდასხმა იდეალურად ვერ განახორციელეს. ორი გზას ასცდა. ერთმა დრონმა ლატვიის ტყეში ხეს შეეჯახა და ავარიის გარეშე ჩამოვარდა. ნამდვილი ფოტოები იშვიათია, მაგრამ ეს პირდაპირ ლატვიის თავდაცვის სამინისტროდან არის მიღებული. დრონი ესტონეთის ელექტროსადგურის საკვამურს შეეჯახა, თუმცა სხვა ზიანი არ ყოფილა. სწავლა და გამეორებითი დახვეწა არის გასაღები, რომ სათაური ამჟამად 40%-ია გათიშულიდან 40%-ია გათიშული და მორჩაზე შეიცვალს. ეს გაითვალისწინეთ. რა არის ჩვენი მთავარი დასკვნები დღეს? უკრაინამ თავისი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიმართული კამპანია ომის განვითარებასთან ერთად მოარგო. ამჟამად ექსპორტის ტერმინალები რუსეთის სისუსტეა. უკრაინამ დროებით გამორთო სიმძლავრის 40%, რაც ჰორმუზის დახურვით მიღებულ სარგებელს აღემატება,
თუმცა უკრაინისთვის საქმე ჯერ არ დასრულებულა. მადლობა Ground News თელანდელი ვიდეოს დაფინანსებისთვის. ეწვიეთ ground.news/linesonmaps ან დაასკანერეთ თქვენს ეკრანზე გამოსახული QR კოდი, რომ მიიღოთ 40% ფასდაკლება Vantage გეგმაზე. რაც შემეხება მე, ეს უკვე 28 ზედიზედ დღე გამოდის. ფიქრობ, მომდევნო კვირაში ზრდასრულთა პასუხისგებლობები დამჯაბნის, მაგრამ სერია საინტერესო იყო. გადახედეთ ჩემს სხვა ვიდეოებსაც. თუ ვიდეო მოგეწონათ, მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. მოიფრთხილეთ თავი.